პაციენტებს, რა თქმა უნდა, ამგვარად ამ მედიკამენტის შემოტანით იმ პირობებში, როდესაც არასდროს ინსულინის მიწოდება არც ერთი წუთით არ ყოფილა შეფერხებული და დაბრკოლებული, მათ ექნებათ კვლავაც ამ ალტერნატიული საშუალებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ექნებათ არჩევანი სხვადასხვა ყველაზე მაღალი ხარისხის პრეპარატებს შორის. ეს იყო პერიოდი, როდესაც ჰქონდათ შეზღუდვა ერთ-ერთ მედიკამენტზე, ამ პერიოდში ისინი მომარაგებულები იყვნენ სხვა მედიკამენტით, ალტერნატიულით, უმაღლესი ხარისხის ალტერნატივით. დღეიდან კვლავ ექნებათ მათ სარგებლობის შესაძლებლობა ორივე მედიკამენტით. ჩვენ საზოგადოებას მოეხსენება, რომ გარკვეული ყალბი აჟიოტაჟი ან აჟიოტაჟის დათესვის მცდელობა მოყვა Novo Nordiskis პროდუქტის მცირევადიან ხანმოკლე დეფიციტს, რომელიც სინამდვილეში დეფიციტიც არ ყოფილა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველას ჰქონდა საჭირო მარაგი მომარაგებული საიმისოთ, რომ რაიმე წყვეტას ადგილი არ ქონოდა. ამასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია მოისმინა საზოგადოებამ, მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩვენ იმთავითო ვაცხადებდით, პრაქტიკულად ეს იყო ძალიან ხანმოკლე სირთულე, რომელიც შეექმნა უშუალოდ კომპანიას და საბედნიეროდ კომპანიამ შეძლო და მოგვაწოდა საჭირო რაოდენობის მარაგი, რომელიც რაც ნიშნავს იმას, რა თქმა უნდა, რომ ყოველგვარი შეფერხებისა და დაბრკოლების გარეშე ამ მედიკამენტებით პაციენტების მომარაგება სრულიად დაუბრკოლებლად, სტანდარტულად გაგრძელდება.